წელს უკვე 25 ქალი მოკლეს. ეს საგანგაშო ციფრია. საქართველოში ყოველ მესამე ქალს ცემენ. საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ეს ციფრი, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 52% არის ქალი. მე ციალა ფრასიძე ვარ, სოფო ზურებიანის დედა. მამუკა დავითაძე, გარდაცვლილი მადონა დავითაძის ძმა. სალომეს 5 ტყვია ქონდა მოხვედრილი, აქედან კავში ქონდა ერთი და ის ორი გამჭოლი ტყვია, რომელიც ასიკვდილო აღმოჩნდა, ღვიძლში იყო მოხვედრილი. მე მახსოვს ძალიან ძიმე ემოციური ფონი, რომელიც თანამშრომლებს გვქონდა იმ დღეს და ყველა შევიკრიბეთ დიდ ოთახში და დავიწყეთ უბრალოდ საუბარი, რა შეიძლება ამ ძალიან ძიმე რეალობაში გააკეთოს უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ, რომელიც თავისი რესურსებით და მასშტაბით გაცილებით უფრო მცირეა ვიდრე სახელმწიფო და თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ამ პრობლემასთან ეფექტურად ბრძოლას, ჩვენ რითი შეგვიძლია შევამსუბუქოთ ამ ადამიანების ტრაგედიები და რაც მთავარია გადავარჩინოთ ის ქალები, რომლებიც შეიძლება ხვალ და ზეგ გახდნენ იმავე დანაშაულების მსხვერპლები. და მაშინ დაიბადა იდეა, რომ თავარი და პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამ ფაქტების დოკუმენტირება, რომ ეს ისტორიები უკვალოდ არ გაქრეს ისე როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში, რომ პრობლემის მასშტაბი განისაზღვროს სწორად, რომ ეს ადამიანური ისტორიები შემდეგ უკვე გარდაისახოს პრობლემებში, რომლებიც გვაქვს კანონის დონეზე, ინსტიტუციების დონეზე და დავინახოთ, სად არ მუშაობს სისტემა, რატომ არის ჩვენი საზოგადოება ასეთი პრობლემის წინაშე 21 საუკუნეში. და იქვე ვთქვით, რომ არავითარი ანგარიში, არავითარი განცხადება არ არის ადეკვატური ფორმა ამ ყველაფრის გამოსახატავად. ჩვენ გვჭირდება გასაგებ ენაზე საზოგადოებისთვის ჩვენი სახის ჩვენება, იმ პრობლემის ჩვენება, რომელიც გვაქვს. და აქ დაიბადა ზუსტად ფილმის იდეა, რომელიც არ იქნებოდა აგებული სამართლებრივ ტერმინოლოგიაზე, კაზუისტიკაზე და რთულ კონცეფციებზე. ეს იქნებოდა ამ ადამიანების ხმა მიწვდენილი საზოგადოებისთვის მათი სიკვდილის შემდეგ. რომ საზოგადოებას ეგრძნო, რას გრძნობდნენ ეს ქალები დღეების, თვეების და წლების განმავლობაში, როდესაც ისინი ყველაზე ახლობელი ადამიანების მხრიდან განიცდიდნენ ამ სასტიკ დანაშაულს და სახელმწიფო იყო მდუმარე, ყრუ და ბრმა მათი ტკივილის და მათი პრობლემების მიმართ. წლის 14 მაისს ჩემი შვილი მომიკლეს. განა ერთი ტყვით მარტო. რამოდენიმე ტყვია დაახალა. ალექსანდრე ცოცხალაშვილმა ჩემ შვილებს. სოფო მომიკლა თემზა დაჭრილი ექიმებმა გადამირჩინეს. სოფოს საქმეში მომხდარი ფაქტი დაკვალიფიცირდა როგორც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ორი ან მეტი პირის, რასაც მოჰყვა სასიკვდილო შედეგი. მაშინ, როდესაც არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადეკვატურად რომ ყოფილიყო შესწავლილი და გამოკვლეული, შესაძლოა დანაშაული დაკვალიფიცირებულიყო როგორც განზრახი მკვლელობა. განზრახ მკვლელობით არ არის მაგი. მიუხედავად იმისა, რომ ემუქრებოდა დღე და ღამე. ან ეს მობილური რო ჰქონდათ იქ სავგამომძიებელში, არ წაიკითხეს ის მესიჯები, ჩვენ რომ მოვიტანეთ სახში, ესე იგი, მე რა მესიჯები აქვს მოწერილი ჩემი შვილისთვის. ის არ იყო საკმაო, ესე იგი, ხილება, რომ როგორ ემუქრებოდა ჩემ შვილებს. ჩემ შვილებს არა ბიჭს არ ემუქრებოდა, თორე ბიჭს ვერ დაემუქრებოდა, მაგრამ ჩემ შვილს თურმე როგორ ემუქრებოდა, ახლა მარტო წავიკითხეთ და ახლა მარტო გავიგეთ ჩვენ ეს. ეს არ იყო, ესე იგი, გამოძიებამ რატო გამორჩა, რატო ჰქონდა წაღებული ის მობილური საერთოდ.
დასაფიქრებელია, რამდენად ადეკვატური კანონმდებლობა გვაქვს იმისათვის, რომ სახელმწიფო ეფექტურად ებრძოლოს ქალთა მიმართ ძალადობას. როდესაც გამოძიების და დევნის ორგანოები არ არიან სათანადოდ კომპეტენტურები და სენსიტიურები იმისათვის, რომ გამოიძიონ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეები და დაინახონ დისკრიმინაციული მოტივი, როდესაც ეს მოტივი არსებობს საქმეში, რამდენად ადეკვატურია ის კანონმდებლობა, რომელიც ფაქტიურად არავითარ უფლებას დაზარალებულს და მის უფლებამონაცვლეს არ აძლევს იმისათვის, რომ დაზარალებულის ხმა გამოძიების ეტაპზე ისმოდეს სათანადოდ და მისი ინტერესები და უფლებები იყოს დაცული. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. ლტოლვილები ვართ. ჩემი შვილები რო კარგები ყოფილიყვნენ, მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გავაკეთეთ და ნამდვილადაც ისეთები იყვნენ. სოფო ყოველნაირად ამართლებდა ჩვენს იგი გაზრდაში, სწავლაში, ყველგან იყო, რა ვიცი, არაჩვეულებრივი შვილი იყო. საფიცრადაც ვერ ვიმეტებდი ჩემ შვილს. საფიცრად ვერ გამიმეტებია. და ის ესე იგი მიწაში ჩამიდო. ჩემი სიცოცხლით სავსე შვილი. როგორც წუთი და წამი მიდის, მეტად და მეტად მწარდები. ღმერთს ვეღვაწები, ჩემნაირი გამწარებული დედა არ ყოფილი, არც საქართველოში და არც მსოფლიოში. ერთი ანდრიას შეხედვა მარტო რა დღეს. ხან ტელევიზორს შეხედავს და ყველა დედას და მამას ეძებს. ანდრიასთვის ერთიანად დაკარგული არიან. როგორია რომ მამა მოგიყავს დედას, უსაყვარლეს დედას, ბავშვმა რა იცის რა ხდება. ტელეფონი, რომელიც სოფოს ჰქონდა და რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეცა, ადასტურებს, რომ მკვლელობამდე ერთი დღით ადრე მეუღლემ მას გაუგზავნა SMS შეტყობინება, სადაც ის ამბობდა მოგკლავ. რატომ ვერ მოხდა მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევა იმისათვის, რომ დანაშაული ყოფილიყო კვალიფიცირებული სწორად, ეს კითხვა პასუხგაუცემელი. ნეტავი დამეწერა განცხადება და დღეს აი იმ განცხადებას გამოვიყენებდით, რომ მაგი ემუქრებოდა, უკვე შეტანილი იყო, ესე იგი განცხადება შეტანილი მქონებოდა და ეს ამ მუხლით მარტო არ მიუშჯიდნენ. აი ისევ ჩვენ ისა დავზარალდით ყველაფერში, რომ ის შევიბრალეთ ჩვენ. მაგრამ არ გვინდოდა რომ ესე იგი კარგად ყოფილიყვნენ, გვინდოდა რომ ანდრიას კარგი მამა ყოლოდა, რომ გაზრდილიყო მამა ეს ანდრია საღ ოჯახში, დედაც სჭირდება, ანდრიას მამაც სჭირდება, როგორც ყველა ჩვეულებრივ ოჯახს, აი ესე მინდოდა რომ ყოფილიყო, ესე მდიდრები არ იყვნენ, მაგრამ იმ სიღარიბეშიც ხო შეიძლება რომ მშვიდობიანად იცხოვრო და ბედნიერად იცხოვრო. რა ვიცი, არავინმა არც საქართველოში დედებმა ესე იგი ხმა უნდა იმაღლონ იმ წუთშივე თუ გაიგებენ რომ თავიანთ შვილებს რომ არ ულხინთ იმ ოჯახში, სადაც გათხოვილები არიან. იქნება და ერთი-ორი ოჯახი მაინც გადარჩეს, რომ დროზე ხმას ამოიღებენ უფროსები. იქნება სიცოცხლე გადარჩეს ვინმეს მაინც. თანამშრომლობაზე ნაკლებად მოდიან სამართალდამცავებთან, იმიტომ რომ ეს ერთ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, უკავშირდება ბიუროკრატიულ პროცედურებს, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ვიცით, რომ სამართალდამცავისთვის თავარია, რომ ეს ჩვენებები კონდეს დაფიქსირებული და შემდეგ ამ ჩვენებების საფუძველზე გააკეთოს ანალიზი და შემდგომი რეაგირება.
და ეს არის გარკვეული ბუნება მსხვერპლისა, რა თქმა უნდა, მოწმეებისა და შეიძლება ითქვას მენტალიტეტისაც ალბათ, ხო? იმიტომ რომ მოსახლეობაში მაინც სურთ რომ თვითონ თავიანთი ძალებით ოჯახშივე გაანეიტრალონ ეს კონფლიქტი, ვიდრე სამართალდამცავების და კიდე სხვა ინსტიტუტების ჩარევა მოითხოვენ. ამიტომ ეს გარკვეულწილად არის დაბრკოლება, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ყველა შემთხვევაში არის. გვაქვს წარმატებული საქმე, როდესაც ბოლომდე თანამშრომლობენ მსხვერპლის მოწმეების და შეიძლება მოძალადემაც კი ხანდახან ყოფილა ესეთი შემთხვევაც. ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ეს ყოველთვის პრობლემა არის, თუმცა გარკვეულწილად პრობლემად ამას აღიქვავენ ჩვენი სამართალდამცავი. აი რომ მირჩიო, რომ შეხვდიოდა და ელაპარაკე ადამიანურმა, ასე და ასე, ესე იგი ზღვაშიო მიიყვანა ზღვაზე, მანქანა მიუყვანია, იქ ბეტონები ყოფილა სადღაც, ესე იგი მე არ ყოფილვარ, არ ვიცი, იმ ბეტონებთან მიუყვანია და თუ არ შემირიგდებიო ახლაო, ესე იგი ამ მანქანითო გადავაგდებო მანქანასო და შენც მოკლავო და მეცო დავიხრჩებო თავსო. ხშირად გვესმის დღესაც ადამიანების მხრიდან პრობლემის უარყოფა და ეს არის ყველაზე უფრო მწვავე საფუძველი, რაც ასაზრდოებს ამ პრობლემას. დარაჯობდა იუსტიციის სახთან სოფოს, რომ გამოვიდოდა და აი იქ, ესე იგი, არ ვიცი, ნეტავი, ესე იგი, იქ ეთქვა იმ დაცვისთვის ან ვინმესთვის, მაგრამ რსხვენოდა სამსახურში, ამხელა სამსახურში, როგორ, ესე იგი, უნდა ეთქვა ვინმესთვის. მოსულია თემზას ისე, ესე იგი, ისა ზარი და ესმით, ესე იგი, ამათი ჩხუბი. რომ თემზა და თანაც სოფო ეუბნება თემზა მიშველე. თემზას გონებია ეს იუსტიციის სახლში ხდება. თორე აქ რომ ესე იგი ჩვენ სუბანში ხდებოდა ეს ამბავი არც იცოდა. დაუწყია პირდაპირ ფეხებში, ესე იგი სროლა თემზასთვის. მაგრამ თემზას თურმე აზრი არ ქონია, სოფო დაიმალე, სოფო გაიქეცი თავსოშველე ყლავსო, ესე იგი თემზა უკვე ისე ყოფილა დავარდნილი და ძირს ეგდო თურმე გორაობდა. მარჯვნივ გაღმა და კორპუსი რო დგას, აი ეს არა, აი ის კორპუსი და ბოლოში და აი იქ ესე იგი შესასვლელი რო არის პირველ იმაში შევარდა სოფო და იქ რკინა ქონია გამოსდო ფეხი თურმე და მაგრამ იმას მე დაწევია ეს არა ადამიანი და ფეხი დაუდგია და ჭიშკარში ესე იგი სოფო წაქცეული და წაქცეულზე უსვრია. სოფოს ესე იგი არტერიაში ქონდა მოხვედრილი ტყვია და იმის გამო არ ვერ ესა. და იქ წაქცეულზე წარმოიდგინე ადამიანი ხალი მით უმეტეს რომ წაიქცევა და იმას რომ ტყვიას დაახლა. ჩემი და იყო 23 წლის, ყავდა 3 შვილი, წლინახევრის 3 წლის და 5 წლის. რადგან მე ეს ჩემი გოგო პატარა გავათხოვე დიდი და კაი ოჯახი გამოდგა, ვიფიქრე ესეც ასე იქნება კაი ოჯახი და გამოზდის. შამავლობით იქეთ-აქეთ წევი და გაკეთდა საქმე. ყველაფერი 40-მდე ასე იგი 40 დღის განმავლობაში იდეალურად მიმდინარეობდა, ყველაფერი ლამაზად იყო და ამ 40-ის მე რომ გამოვიდა ბავშვი ჩემთან და მესტუმრა ძალიან იყო მოწყენილი. კითხე დედი რა, არაფერი ვიფიქრე ორსულად არის და რამე ამ ორსულობის რამე ხომ იცი ახლა ქალებს ჩვეულად აქვან ამ ორსულობაში ხასიათის შეცვლა იგი აგი არაფერი და აქედან დაიწყო უკმაყოფილება, რასაც ქვია. ცოტა დაგვიბარა მისმა მამამთილმა მისმა დაგვიბარა, აგვიყვანა მე და ეს. აუ ამას არ აკეთებს, იმას არ აკეთებს, არა და ყველაფერი გაკეთებული იყო, რასაც ვხედავდით. ახლა რადგან ბავშვი იყო, ვიფიქრე რომ ალბათ მართლა არ აკეთებს და დედი უთხარი, გააკეთე შვილო, დედი რაც არ უნდა ეს გავაკეთო, აგეს არ მოწონა ჩემი გაკეთებული. მაშინ დავაშავე მე. მაშინ შვილი იქიდან უნდა წამომიყვა. გავამტყუნე ჩემი შვილი, გავამართლე იგენი. გავამტყუნე ჩემი შვილი, გავამართლე იგენი. რამდენიც ევედი და რამდენიც წამოვედი, სულ ჩხუბი, სულ კამათი და ჩემსას ვამტყუნებდი რომ არ იცის ალბათ, ვერ აკეთებს ალბათ. ჩემი ერთადერთი მინუსი ამ საქმის მიმართ ის არის და ჩემი დანაშაული ის არის, რომ
მე შემეძლო რომ თავიდანვე ჩავრეულიყავ და არ გათხოვილიყო მცირეწლოვანი ჩემიდან. ანუ ჩემ მშობლებისთვის გამეწია წინააღმდეგობა რომ არ გავათხოვოთ, ჯერ პატარა გაიზარდოს ისწავლოს, სკოლაში დადიოდა. ჩანთა მოხსენით და ისე გავათხოვეთ. ეს ჩემი ოჯახის წევრების და ჩემი პირველი და დიდი დანაშაული არის. მეორე დანაშაული ის არის რომ თავის დროზე როცა გავიგებით არ ვიმოქმედეთ. ჩვენ ჯერ ჩემ ოჯახის დანაშაულებს ვლაპარაკობ. არ ვიმოქმედეთ თავის დროზე. შემდეგ ანუ ჩემი ოჯახის წევრები მეც მიმალავდნენ რომ მეც კონფლიქტში არ გავრეულიყავი, ანუ ახალგაზრდაა და რამე შაირი არ ნახოს და სახში არ აუვარდეს და ამისთანა რაღაცეების გამო მშობლებმა ბევრი რამეები დამემალეს. ავდექი და შევეტანე განცხადება განყოფილებაში. მათი ჩაისვლის ორთაბათონის მიზნის განყოფილებაში, რომ ოჯახში ბავშვი თვითონ ისე იყო, რომ შეშინებული რაღაც დაშინებულია, დაბეჭავებული. და უთხარი რომ ჩაგრავენ ბავშვს, ოჯახში ძალადობა არის, რაღაცა აშინებენ ბავშვს და მეთქი რა და მეხმარეთ, ან წაყვანა მინდა რაღაც. ვერანაირი შეღავათი ჩემ ადამიანით ვერ ნახა, იმიტომ რომ მაშინ ჩემი და დაშინებული იყო. ისეთი რაღაცეები ათქმევინეს, რომ საერთოდ თუ მიცნობდა ვერ გავიგე მაშინ. ჩემზეც და ჩემ ოჯახის წევრებს დედაზეც ისე ათქმევინეს. მე რომ გამოვიყვანეთ და გვითხრეს, რომ რატო თქვი მადონა ეს? რატო თქვი რომ მამუკა შენი ძმა არ არის? ხომ შეიძლება დამემუქრენო დედობის უფლებას ჩამოგართმევთო და შვილებს მთელი ცხოვრების მანძილზე ვეღარ ნახავ. ამიტომ დამემუქრენოზოთ მასე თუ არ ვიტყოდიო. მამამთილი ახლა მაზლი და გმარი. ყველა ესე ჩაგვიარა გვერდი, არც არ გამოხედა და რაც ისე დაგრუზული, ისე მოამზადეს იქ იმ გამეს ჩამოიყვანეს, რომ ესე იგი ჩვენ საერთოდ არ ვარსებობთ. ხოდა იქ მე წამოყვანა მინდო და იმან პირიქით არ წამოყვა და გითხრა რომ თუ კიდევ მილიციაში ამბავს ასე მიიტანო მე შევიტან თქვენ წინააღმდეგ საჩევს. შვილმა გითხრა ჩვენ ისე დაშინებული ვართ. ჩემი ნათესავებიც ამას ამბობენ, ბიძაშვილები, სულ ყველა ამბობს ამას, რომ იყო ეს ძალადობა. იყო ფიზიკური ძალადობაც იყო და სიტყვიერი ძალადობა ყოველდღე ალბათ. და ეს პოლიციისთვის არ ნიშნავს არაფერს. ფაქტები უნდათ. ფაქტი პოლიციელმა ალბათ უნდა მოიძიო, ხო? ერთი ისეთი ვიღაცა მოგვიყვანე რომეო, თქვან, რომეო ნამდვილადო ჩემი კუთხე არ უნდებან, მათი უნდებან. იქ მე სამეზობლო უნდებან და მეზობელი ახლა, კაის მეზობელი მაგას იტყვის მოვა? არ იტყვის. ვერ იტყვის. იმიტომ მან იქ უნდა იცხოვროს და ის მე არ გაახარებს იმას. გამოძიება როცა არ სრულდება და არ იხურება, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ არის სწორად. ამიტომაც მაინტერესებს მე როგორც მას მაქვს უფლება ალბათ იმის, რომ ვიცოდე რა მოხდა ეგ სიმართლე. ჩვენი კანონმდებლობით დაზარალებულს თითქმის არანაირი უფლებები არ გააჩნია, იმიტომ რომ ის არ არის პროცესის მონაწილე მხარე. თუმცა მას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული, რას აკეთებს საგამოძიებო ორგანო იმისათვის, რომ დანაშაული გაიხსნას. და სტატუსის უქონლობა ამ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობასაც კი შეუძლებელს ხდის დაზარალებულებისა და მათი ოჯახებისთვის. ექსპერტიზის პასუხი როდესაც მოვიდა, იმ დღიდან ერთი სიტყვითაც არ შემხმეორებიან, არ მე თუ მივიდოდი და მოვიკითხავდი, ვინ ხარ რომ ეკითხებოდნენ დაჟე იქით. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატო ასე აბუჩად აგვიგდეს არ ვიცი. ექსპერტიზის პასუხიც არ მჯერა და არ მომწონს, იმიტომ რომ მე თავდაპირველად არაერთხელ გავაცხადე ეს, რომ მაინტერესებდა ჩემი დის გარდაცვალების დრო, საათი. 1 საათის ცდომილობა მაინტერესებდა მე. იქ ჩამიწერეს 12 საათის ცდომილობა. 12 საათში იცოდნენ რომ მე ვერ გავარკვევდი რომ როგორ მოკვდა და სად მოკვდა. იმიტომ რომ ჩემთან ჩემამდენ მე რო დამირეკეს ტელეფონზე და მითხრეს შეხვედრაზე რომ დამიბარეს 3 საათი მაშინ ველოდე ვარცხანაზე. 3 საათის მერე მითხრეს და რომ ევედით იმის შემდეგ ბოდიში დაურეკე სახში იქ 9 საათი იქ მე რა რეგინი გადავხდა მე ვიცი. მე დაურეკე ოჯახში.
მამა ჩემი და ჩემი მოტყუების წამოიყვანე. ჩემ ახლობლებს დაურეკე. გამოვედით სანამ მოვიხიკეთ ბიძაშვილი იგი 1 საათი იქ გამივედა კიდე. ეს 4 საათი უკვე. ამის შემდეგ იქ ასულარად დრო დამჭირდებოდა და პოლიციას უკან მივყევით თითქმის. მე სადა საქმე დედი? გამწევას რო წერდა ავსებდა ახსნა განმარტებას ავსებდა 4 ხაზი ქონდა დაწერილი. ახსნა განმარტება. რა დროის ასული 10 წუთის ასული იქნებოდა. არა და მე უკვე ვიცოდი 3-4 საათის უკან რომ გარდაცვლილი იყო. ეს დრო საწევი და სადგაქრა. იმის კარზე, იმის სახელურზე რჩემა შუმა თავიაფერ ჩამიღაჩო. მე ეს მაინტერესებს სხვა კი რამე არა. გოგო ყველაფერია, მაგრამ რა ფერ გუძნო იმ შკაფის კარმა, რა ფერ გუძნო დამტრეულმა შკაფის კარმა რა ფერ გუძნო. მეორედ ჩემს შვილს უთხრამ ძალიან დასუსტებული ხარ და ამ პატარას ძუძუ დაატევი, მეთქი ძუძუსო მაჭმევთ. დედიკო რა ვაჭამო ძუძუსო მაიცო ძუძუს შევაჭმევ და ძუძუ არ დაატევია ბახანას და იმან ყურში თავი გუყარა. რატომ ერთმა მეზობელმა არ მითხრა რომ ეთერა ჭკვაზე მოდი გაგიჟებული ხარ. კი შვილი მწარია მოგიგდა, მაგრამ მე ჩემი თვალით დევნახე რომ იყო შენი შვილი ყურბსი. როცა ეზოში ვინმე მოკვდება, ოჯახში ვინმე მოკვდება, აუცილებლად ეს ინსტინქტური არის რომ იყვირებ, იტირებ, მეზობელს დაუძახებ, ხალხს ვინმეს დაუძახებ რომ გიშველოს და გეხმაროს. ყოველ წუთს გჭირდება, ასე ყოველ ნებისმიერ ადამიანს გჭირდება ასეთ დროს დახმარება. აი იმ ოჯახში ჩვენ რო ავედით, მეზობელი ჭიშკარში არ იყო შესული. ანუ 3 საათის მიცვალებული ყავდათ სახლში და მეზობელმა არ იცოდა რა ხდებოდა იქ. დაუშვათ თავი ჩამოიქცმოიკ. იქამდე რა მიიყვანა ეს ბავშვი. ოჯახიზური ძალადობა ხო იყო რა, არა? იმაზე პასუხი ხომ ვიღაცამ უნდა აქვს, მაინც. ეს არის ძალადობის წრე, რომელსაც ყავს ძალიან ბევრი მონაწილე და ძალიან ბევრი მსხვერპლი. და ამ ძალადობის წრის გარღვევა უნდა დაიწყონ მამაკაცებმა. ცოლთან ურთიერთობა თუ აღარ უნდა და ოჯახი ეს შექმნა არ უნდა და პირველ შვილზე ხო უნდა გაიგოს ადამიანმა. მეორეს, მესამეს რატო აჩეს? ბავშვებს რა სერჩის? ის ხომ არაფერში არ არიან ისინი დამნაშავე. დამნაშავე ვართ ჩვენ, მე, ჩემი ოჯახი და თვითონ ბადრი მადონას, გარდაცვლილი მადონას მეუღლე ბადრი. დამნაშავეები ვართ ჩვენ. იმიტომ რომ მე ჩემ დას ის თანადგომა ვერ გაუწიე, რაც საჭირო იყო, მან კი ცოლი ალბათ იმისთვის მოიყვანა, რომ ოჯახი ავალდებულებდა ამას. სალომე მოკლა მისმა ყოფილმა მეუღლემ სერგი საცერაძემ. ის მოკლა კაცმა, რომელსაც საქართველოში ევალებოდა ადამიანების დაცვა. ის იყო მოქმედი პოლიციელი. იმის და მიუხედავად რომ მას უნდა დაეცვა მოქალაქეები, მან პარკში, ირინეს პარკში, ხალხმრავალ ადგილზე მომიკლა შვილი. სრულიად უდანაშაულო ბავშვი. სალომესა და მისი მეუღლის თანაცხოვრება დაიწყო ძალადობით, გაგრძელდა ძალადობით და დასრულდა ძალადობით. სალომე მოიტაცეს იარაღის მუქარით, როდესაც ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო. ოჯახური ცხოვრების დროს ის მუდმივად იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და ამ ძალადობის შედეგად საბოლოოდ ის იქნა მოკლული. სალომემ რო შეხედა, რომ მასე ძალადობდნენ ფსიქოლოგიურად, ეკონომიურად, ყველა დაქალთან მეგობართან უშლიდა გავლას, მისი მეუღლე უკვე რომ შეატყო რომ აქ ყველაფერი ისე ვერ იყო, ადგა და უფრო დამიახლოვდა მე და ჩემი საშუალებით უკვე დაიწყო მასწავლებელთან სიარული, გაკვეთილებზე წასვლა და დაისახა მიზნად, რომ მან უნდა დაამთავროს სკოლა და განათლება მიიღოს. ეს არ მოეწონა მის
ოჯახის წევრებს თვითონ განათლება ნაკლებად აქვთ იმ ოჯახში მიღებული და ამიტომ ერჩივნათ რომ ძალით შიდა მოსამსახურე ყოფილიყო და მისი განათლება, მისი გარეთ გამოსვლა არ უნდათ. 19 წლის იყო, ძალიან ბევრი ოცნებები ჰქონდა, ძალიან ბევრი რაღაცების მიღწევა უნდა 4 დღის ჩამოსული იყო თუ 3 დღის თბილისიდან და მაგ უცხოენებზე სწავლობდა. გადაბარებული ჰქონდა ჯავახიშვილში იურიდიულზე და მამაო მეო პროკურორი უნდა გამოვიდეო და მე თვითონ მივხედავ ჩემ საქმესო და მიტო იყო რომ ზუსტად იმ ბოლო პერიოდში უკვე იცოდა რა უნდა ექნა. სალომე არ მეუბნებოდა მე სათავის პრობლემის შესახებ. არ მიყვებოდა სერგისთან თავის ურთიერთობის შესახებ და არ ვიცოდი იმდენად და ვერ ვერეოდი მათ ურთიერთობაში, იმიტომ რომ სალომე არ მაძლევდა ამის უფლებას. უფრო დამოუკიდებელი იყო და ცდილობდა რომ თავის პრობლემები თვითონვე მოეგვარებინა. ურეკავდა რომ მის ძმას ნარკოტიკს რაღაცას ჩაუდებდა, გააფუჭებდა და რაღაცას მოზიანს მიაყენებდა და ემუქრებოდა მისი ძმით. როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებს როგორი პოლიციელი, როგორი მოქალაქე ატარებს პოლიციელის მუნდირს, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გვექნება გარანტია, რომ სხვა პოლიციელების ოჯახის წევრები და მეუღლეები ასეთ პირობებში არიან დაცულები. პირიქით ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აი უმოქმედობით და დაუინტერესებლობით ახალისებს პოლიციელების მხრიდან ოჯახური დანაშაულების ჩადენას. მაგრამ სალომე მაინც ფიქრობდა, რომ ის გამოსწორდებოდა. მაინც ამას იტოვებდა იმედად, მაგრამ ეს იმედი ჩემშვილს მაშინ გაუქრა, როდესაც აგვისტოს თვეში ერთ-ერთ ასეთ შელაპარაკების დროს სერგი მოდის ჩვენთან ოჯახში და სალომეს აიძულებს ალიმენტის გაუქმებას და აყენებს შეურაცხყოფას. შეყავს ოთახში და როგორ გაამწარო სალომე იმას ცდილობს და თოთო ბავშვ 8 თვის ბავშვს აგდებს, ისი აგდებს საწოლზე, რომ ბავშვი ინერციით ძირს ვარდება და მიდის სალომესთან და მუჭის ურტყამს ცხვირში. სადაც დედა რკინა მომხვდა, ასე მეგონაო, მაგრამ მე ჩემს თავს რას დავეძებდიო, მივარდი სამ დროს ხო არაფერი დაემართაო. და ამ ბავშვს ასეთმა დამოკიდებულებამ გააბედია ჩემს გოგონას, რომ დაერეკა პოლიციაში. მოვიდა პოლიცია, 2 ქალი იყო და 1 მამაკაცი. რა მოხდა? იმას კი არ კითხულობს. სად არის სერგი? კითხულობს. ცოტა ხანში ურეკავენ და მოდის სერგი. ისინი თვითონ ადგენენ ოქმს. სერგისთან ერთად და სალომეს არანაირად არ ეკითხებიან რა მოხდა. და ამ შედგენილ ოქმზე აიძულებენ რომ მოაწეროს ხელი. სალომე უარს ამბობს რომ მის ხელს არ მოაწერდა ამ ოქმზე. ამ დროს შემოდის სერგი. ტვინს გაგიხრიტავ თუ იმ ოქმზე არ მოაწერ ხელს და შენ მან დრამეს დაწერო. ამ დროს შემოდის ბიჭი პოლიციელი, 2 ქალი და 1 კაცი ხომ იყოს. ის კაცი პოლიციელი შემოდის და სალომე უბნება, ხომ ხედავ როგორ მემუქრებაო? არა, უარყო, მე არ დამინახავს რას გემუქრება. ამან მიიყვანა ზუსტად მაგამდე, რო რეაგირება ყოფილიყო პირველ ზარზე, ისე როგორც საჭიროა რომ დარეკა 112-ზე, 112-დან ვერ მიიღო ის შედეგი სალომემ და მე ჩავიდა პროკურატურაში, იქ დაწერა, განაცხადი გააკეთა, კიდე უკმაყოფილი იყო იმ პროკურატურაშიდაც, იმიტომ რომ ის არ მათქმევინეს და დამაწერილეს, რაზედაც ჩავედიო, ის სიცახლობელი იყო კიდე ამ ყოფილი სიძის. გენინსპექციამაც არ მოახდინა რეაგირება პირიქით. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მინისტრმა 5 დღით ადრე მკვლელობამდე დააჯილდოვა სერგი საჩერაძე და ჩინმენდლები აუმაღლა. წოდება აუმაღლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. იმან არ გამოიკვლია, რამდენი საჩივარი იყო შესული პროკურატურაში, პოლიციაში, გენინსპექციაში რო იყო დანარეკი. რატო უნდა მომკვდარიყო ჩემი შვილი ამ საშტატო იარაღით? ის არ უნდა მომკვდარიყო.
რა დამნაშავე იყო, სახელმწიფო დამნაშავე იყო ჩემი შვილი? ამ შემთხვევაში გეტყვით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ანუ ეს არის სამართალდამცავი თუ არ არის სამართალდამცავი, თქვენ ალბათ უფრო მეტად გაინტერესებთ იარაღის შემთხვევაში როგორ რეგულირდება. ამისთვის ცალკე ბრძანება არსებობს იარაღის ამოღების. იმ შემთხვევაში თუ იქნება გამოძახება და სამართალდამცავისთვის გახდება ცნობილი, რომ ოჯახში არის იარაღი და მით უმეტეს არის შანსი, რომ შეიძლება ეს იარაღი იქნას გამოყენებული მსხვერპლის მუქარისთვის თუნდაც, არა მხოლოდ მისი ჯანმრთელობის ან სიცოცხლის საზიანოდ, არამედ მუქარისთვისაც, რა თქმა უნდა, ის უფლებამოსილია, რომ ამოიღოს იარაღი ამ ბრძანების თანახმად, რომელიც არეგულირებულია და რომელსაც ისინი სწავლობენ. ამას საკმაოდ რთული პროცედურა აქვს, თუმცა ამას რა თქმა უნდა ისინი ზედმიწევნით იცავენ და სამართალდამცავი სამსახურში წავა შესაბამისი შეწყობინება, თუ ის რა თქმა უნდა დასაქმებულია და მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე დანაყოფში. შემდგომ ეს უკვე ხდება გენინსპექციის მოკვლევის საგანი და გენინსპექცია მიიღებს გადაწყვეტილებას მისი დისციპლინური სასჯელის შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ამ საქმეში არის ის, რომ გენერალურ ინსპექციას სჭირდება სრული 3 კვირა იმისათვის, რომ დაიბაროს ქალი, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციელი ყოფილი მეუღლის მხრიდან არის ძალადობის მსხვერპლი. 3 კვირა არის ის დრო, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ გენერალური ინსპექცია არ არის ეფექტური ებრძოლოს მსგავსი ტიპის მოქმედებებს. არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილი მსხვერპლია. მსხვერპლი არა მარტო სერგი საცერაძეს, არამედ მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელმაც არ დაიცვა არანაირი ადამიანის უფლებები და ქალთა ძალადობის გარდა ჩვენ საერთოდ დაუცველები აღმოუჩნდით მთელი ოჯახი, იმიტომ რომ ძალადობას ის პიროვნება სხვის სახლში, ჩემს სახლში ახორციელებდა უკვე. მისი სახლიდან რომ წამოვიყვანე ჩემი შვილი, ჩემს სახლში ახორციელებდა ძალადობას, ზეწოლას. ჩემი შვილის მიმართ ქუჩაში ახორციელებდა ძალადობას და ზეწოლას. არავინ გვერდში რა საზოგადოებას არ აინტერესებს, არ არის ჩვენი საქმე, პირიქით პოლიციელს იცავენ. იმას, რომელსაც რომ დაერეკათ პოლიციას, რომ გაემახვილებიან ფაქტებზე ყურადღებას, მას იარაღს ჩამოართმევდნენ და უკვე ეს მკვლელობა აღარ მოხდებოდა. სერგი საცერაძე არ იყო ის პიროვნება, რომ სხვანაირად რამე ზიანი მიეყენებია ჩემი შვილისთვის. როცა ადამიანი იარაღით ხარ და შეიარაღებული ხარ, ცოტა უფრო სხვანაირი ქცევა გაქვს, უფრო მეტი როგორ ავხსნა, არ ვიცი. უფრო ყველაფერზე წამსვლელი ხარ რა. უფრო მეტი ზურგს გრძნობ და უფრო ძლიერად გრძნობ შენ თავს. ასეთი რაღაცა არის ამ იარაღის შეგრძნება, ასეთი აქვს იარაღის შეგრძნება, როცა იარაღს ფლობ. გაასამართლე სერგი საცერაძე. ამ ყველაფერს ხალხი დავდივარ ტაძარში და თითქოს ზოგი მუხლებზე ეცემა და ბოდიში მიხდის, რომ ჩვენ გვერდში არ დაგიძვექითო, ჩვენც გოგუების მშობლები ვართო და მეტი უნდა გაგვეკეთებიაო. მით უმეტეს რომ გოგუების შვილები არის, მე გოგო აღარ მყავს და მე კი იმდენად არ მჭირდება გვერდში, რამდენი მათ ჭირდებათ გვერდში დგომა და მე თუ კარგად გაანალიზებენ, მე უდგივარ მათ გვერდით. იმიტომ რომ მათ შემდეგ ბევრმა მოუმართა მე დამირეკა, ვის მივმართო ამ ყველაფერზეო, ვინ დამეხმარებაო. ის 15 რომ მიეცათ ბოლომდე და შეწყალებაც კიდე აღარ დაეტოვებიათ, აქეთ რომ შეწყალების უფლება ქონოდა, უფრო თქვათ მივიღებდი იმათ, რომ სწორია და სწორი გადაწყვეტილება არის თქო და თან კიდე შეწყალება აქვს ასეთი ვარიანტი აქვს ყველს. რა შეწყალებაზეა საუბარი? რატო უნდა შეიწყალოს? არ მესმის, ჩემამდე არ დადის. საიამ გაასაჩივრა ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რა თქმა უნდა, ამ საქმის მოგება სალომეს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს სხვა ქალებს, რომლებიც დღეს ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან და რომელთა პრობლემებზეც რეაგირება ვერ ან არ ხდება. ასევე ჩვენ მოვიგეთ დავა პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომლებსაც მოუწევთ კომპენსაციის გადახდა იმის გამო, რომ მათ არასწორად გააკეთეს რეაგირება სალომეს განცხადებებზე. ვერც ეს კომპენსაცია
აწონის იმ ფასს, რომელიც სალომემ მისმა შვილმა, მისმა მშობლებმა, მისმა ახლობლებმა გადაიხადეს. თუმცა ეს უნდა იყოს გამაფრთხილებელი ზარი სახელმწიფო უწყებებისთვის, რომ ის, რასაც ისინი ვერ ან არ აკეთებენ, არის კანონის დარღვევა და არის იმ მოვალეობების დარღვევა, რომელიც მათ აკისრიათ საქართველოს კანონმდებლობით და ყველა პროფესიული სტანდარტით.